წლის საუკეთესო ფილმების ათეულის შედგენა ყოველთვის რთული საქმეა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც წლის განმავლობაში არაერთი შთამბეჭდავი ნამუშევარი გამოდის ეკრანებზე. წელსაც რთული არჩევნის წინაშე დავდექით. სამწუხაროდ ამ სიაში მოხვედრის რამდენიმე კანდიდატი ფიზიკურად ვერ ვნახეთ. ერთის მხრივ მათი ვებსიტეში მოპოვება ვერ შევძელით, მეორეს მხრივ კი ქართულ კინოთეატრებს ისინი არ ჩამოუტანიათ. ამ ფილმების სიის ხილვა ვიდეოს აღწერილობაში შეგიძლიათ. ახლა კი უშუალოდ ათეულზე გადავიდეთ. მე-18 საუკუნის ინგლისის მაღალი საზოგადოების ცხოვრება კინოში გაცვეთილ თემად შეიძლება მოგეჩვენოთ, თუმცა არა უიტ სტილმანის ხელში, რომელმაც ჯეინ ოსტენის გამოუქვეყნებელი და ნაკლებად ცნობილი ისტორია ფილმად აქცია. სიყვარული და მეგობრობა ინგლისის მაღალ საზოგადოებას პაროდიულ ნაწარმოებად შეგვიძლია მივიჩნიოთ და თუ ინგლისური დახვეწილი იუმორის მოყვარული ხართ, ამ ფილმზე უკეთეს წელს ვერაფერს გირჩევთ. ცალკე აღნიშნის ღირსია კეიტ ბეკინსეილი, რომელმაც ფილმის მთავარი პერსონაჟის მანიპულატორი ლედი სუზანის როლი 10-იანზე შეასრულა. კაპიტან ფანტასტიკი წლის ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე ორიგინალური კომედია. თანამედროვე კინოს აწუხებელ ვეტერანი ვიგო მორტენსენი 6 შვილის მამის როლს ასრულებს, რომელიც თანამედროვე პოლიტიკურ სისტემას უპირისპირდება და შვილებს კონსიუმერისტული გარემოსგან შორს სთის. სწორედ ამის გამო მისი შვილები საზოგადოებასთან კონტაქტში შესვლისას ზოგჯერ უხერხულ და სასაცილო სიტუაციებში ვარდებიან. ახალზელანდიელი რეჟისორი ტაიკა ვაიტიტი 2015 წელს ვამპირებზე გადაღებული საკულტო კომედიის What Do We Do in the Shadows შემდეგ არანაკლებ სასაცილო და ჭკვიანური ფილმი დაგვიბრუნდა, რომელშიც მთავარ როლს სემ ნილი ასრულებს. ვაიტიტის რეჟისურა ერთი შეხედვით ბანალურ ისტორიას გასაოცარ შარმს წენს და გვახსენებს, რომ მართლაც ნიჭიერი ადამიანის ხელში თუნდაც 1000-ჯერ გადაღეჭილი ისტორიაც კი შეიძლება რაიმე ღირებულად იქცეს. წარსულისგან განსხვავებით, თანამედროვეობაში სულ უფრო რთულია მაღალი ხარისხის და საინტერესო მიუზიკლის შექმნა, რომლის მუსიკალური ნომრებიც ჰარმონიულად ერწყმის რეალობას. Sing Street-ი იდეალურად ახერხებს მუსიკალური სამყაროსა და თინეიჯერული სასიყვარულო ისტორიის ისე შერწყმას, რომ შედეგად კლიშეებით გაჯერებული პათეტიკური მიუზიკლი არ მივიღეთ. ფილმი განსაკუთრებით უნდა მოეწონოთ 80-იანი წლების როკ და პოპ მუსიკის თაყვანისმცემლებს. ოსკარზე წარდგენილი გერმანული ფილმი არასერიოზული კლოუნი მამისა და სერიოზული ბიზნესმენი ქალიშვილის ურთიერთობაზეა. ფილმი ერთდროულად ძალიან სასაცილო კომედიაცაა და ცხოვრებისეული დრამაც. აქ ბერ ბავშვურ ხუმრობას და უხერხულ სიტუაციას ნახავთ. მომენტებში გულიანად და ციცინებთ. ეს ჰოლივუდური პათეტიკისგან სრულად დაცლილი ნამუშევარი, გარდა იმისა, რომ მამისა და ზრდასრული ქალიშვილის შესახებ მოგვითხრობს, მნიშვნელოვანი ზედაპირულისგან გამიჩნის აუცილებლობას გვახსენებს. ტომ ფორდის წლევანდელი ფილმი ბევრ კითხვას აჩენს, რომლებზეც თითოეულ მაყურებელს საკუთარი ინდივიდუალური სწორი პასუხი შეიძლება ჰქონდეს. წყვდიათის ცხოველები წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, სევდიანი, საკმაოდ ემოციური, ამავე დროს სასტიკი, მაგრამ მაინც ოპტიმისტური ფილმია. ჯეიკ გილენჰოლი როგორც ყოველთვის შეუდარებელია, ემი ადამსიც მასზე დაკისრებულ მოვალეობას კარგად ართმევს თავს. ხოლო რაც შეეხება თავად ფორდს, რომელსაც ხშირად ცდებენ ბრალს ვიზუალურად შთამბეჭდავი, მაგრამ შინაარსისგან დაცლილი ნამუშევრების შექმნაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან კრიტიკოსებს საკადრისი პასუხი გასცა. ნიკოლსი სამეცნიერო ფანტასტიკიდან რეალურ სამყაროში მისთვის დამახასიათებელი სიდინჯის დაბრუნდა. ნიკოლსმა მოახერხა და ამერიკის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესის სოციალური მნიშვნელობა ფილმში შედარებით უკანა პლანზე გადაიტანა და წინ წამოწია მისი ადამიანური მხარე. 1967 წლის ისტორიული პროცესის მონაწილე წყულზე შექმნილი ნამუშევარი ძალიან დახვეწილი და სათუთი ფილმია, რომელშიც რეჟისორი ნამდვილ სიყვარულს მელოდრამატულობის გარეშე გვიხატავს. They might come for us in the dark. I come down from Oklahoma. წლის ერთ-ერთი საუკეთესო მძაფრი სიუჟეტიანი ფილმი. ჯეფ ბრიჯესი, კრის პაინი და ბენ ფოსტერი როლებს არაჩვეულებრივად ასრულებენ. თავად ფილმი კი კარგად აჩვენებს, რომ ამერიკა მხოლოდ მდიდარი ნიუ-იორკი და ვაშინგტონი არაა. ხარისხიანი თანამედროვე ვესტერნი სოციალურად გაჭირვებული ტეხასელი ძმების სასოწარკვეთილი ცხოვრების შესახებ ნამდვილად ღირებული ტრილერი.
80 წლის კენ ლოუჩი ასაკს არ ეგუება და კვლავ ახერხებს მისთვის დამახასიათებელი ადამიანური სითბოთი და მწვავე სოციალური კომენტარით გაჯერებული შედევრების გადაღებას. ასაკის მიუხედავად, ლოუჩს იმდენივე აქვს სათქმელი, რამდენიც 50 წლის წინ ჰქონდა. ამ კონკრეტულ ფილმს რაც შეეხება, მე დენიელ ბლეიქს ყველაზე გაყინული გულის გალბობას კი ძალუძს. დენი ვილნიოვის ეს არაჩვეულებრივი ფილმი თამამად შეგვიძლია 2016 წლის საუკეთესო ქმნილებად ვაღიაროთ. ტედ ჩიანგის არანაკლებ საინტერესო მოთხრობის მიხედვით შექმნილი ნამუშევარი ერთის მხრივ იმედს გვიტოვებს, რომ სამეცნიერო ფანტასტიკა, როგორც ჟანრი, ჯერ კიდევ ცოცხალია, მეორეს მხრივ კი სერიოზულ საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ იმავე ვილნიოვის 2017 წლისთვის დაგეგმილი სამართებელზე მორბენალი ერაივალზე უკეთესი თუ არა, არანაკლები მაინც იქნება.